თუ წყლის ნაცვლად მხოლოდ რძეს დალევთ, თქვენს ორგანიზმზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოხდეს. ჰიდრატაციის საკითხი. რძე შეიცავს წყალს დაახლოებით 87%-ს, მაგრამ მას აქვს დამატებითი საკვები ნივთიერებები, როგორიცაა ცილები, ცხიმები და შაქარი, ლაქტოზა. მიუხედავად იმისა, რომ რძე გარკვეულწილად ჰიდრატაციის წყაროა, ის წყალს ვერ შეცვლის მთლიანად, რადგან რძეს აქვს მეტი კალორია და შეიძლება ზედმეტი ენერგიის მიღებას გამოიწვიოს. ზოგიერთ ადამიანს ლაქტოზის აუტანლობა აქვს, რაც შესაძლოა გამოიხატოს გაღიზიანებული კუჭით ან დიარეით. კალორიების და ცხიმის გადაჭარბებული მიღება. წყალი არ შეიცავს კალორიებს, ხოლო რძე შეიცავს დაახლოებით 42 კალორია 100 მგ-ში სრულცხიმიან რძეზე. თუ წყლის ნაცვლად მხოლოდ რძეს დალევთ, დიდი ალბათობით წონის მატება მოხდება. კუჭნაწლავის პრობლემები. რძე შეიცავს ლაქტოზას, რომელიც ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმმა ცუდად შეიძლება გადაამუშაოს. რძის გადაჭარბებული რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა ან პირიქით დიარეა. მინერალებისა და ვიტამინების ბალანსი. რძე კარგი კალციუმისა და ვიტამინ D-ის წყაროა, მაგრამ დიდი რაოდენობით მისი მიღებამ შესაძლოა სხეულში გარკვეული მინერალების ბალანსი დაარღვიოს. ორგანიზმის მჟავიანობა. რძე შეიძლება უფრო მეტად მჟავიანობის გამომწვევი იყოს ორგანიზმში, რაც შეიძლება ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმის ბალანსს დააბალანსოს არასწორად. დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ რძე სასარგებლოა ზომიერი რაოდენობით, ის ვერ ჩაანაცვლებს წყალს. ორგანიზმისთვის აუცილებელია სუფთა წყალი, რადგან იგი მონაწილეობს მეტაბოლიზმში, ტოქსინების გამოდევნაში და სხეულის ფუნქციების ნორმალურ მუშაობაში. რძე შეგიძლიათ სვათ როგორც დამატებითი საკვები, მაგრამ წყლის ჩანაცვლება მასთან არ არის კარგი იდეა. Tredi.com, ქართული სოციალური ქსელი.